ჩვენს მიერ განხორციელებული ნებისმიერი ზარი შესაძლოა სამართალდამცავი ორგანოების მიერ ისმინებოდეს. მათ მობილური კავშირგაბმულობის კომპანიების ქსელებთან წვდომა ამ კომპანიის ოფისებში განთავსებული მოწყობილობების, ეგრეთ წოდებული შავი ყუთების მეშვეობით აქვთ. ტექნიკურად ეს სქემა შემდეგნაირად გამოიყურება. თქვენი მობილური ტელეფონის სარგებლობისას უახლოეს ანძას უკავშირდება, რომლის ზარის ან ტექსტური შეტყობინების განხორციელების საშუალებას გაძლევთ და GPS სისტემით თქვენი ადგილმდებარეობის მონაცემებს იმახსოვრებს. ეს ინფორმაცია ანძიდან თქვენი მობილური კავშირგაბმულობის კომპანიის სერვერებს გადაეცემა. ინფორმაცია თუ რომელ ნომერთან გქონდათ მობილური სატელეფონო კავშირი და რომელი ანძის საშუალებით კომპანიის მონაცემთა ბაზებში წლების განმავლობაში ინახება. საქართველოში დღეისათვის არსებული პრაქტიკით სამართალდამცავ ორგანოებს მობილური კავშირგაბმულობის კომპანიების სერვერებთან პირდაპირ წვდომა ეგრეთ წოდებული შავი ყუთების მეშვეობით აქვთ. მათ შეუძლიათ როგორც ნებისმიერი სატელეფონო ნომრის ლაივ რეჟიმში მოსმენა და შესაბამისად საუბრებისა თუ ტექსტური შეტყობინებების ჩაწერა, ისე ანძების მიხედვით სატელეფონო კავშირების ამონაწერების ეგრეთ წოდებული მეტადატას ამოღება. დაუდასტურებელი მონაცემებით ამჟამად საქართველოში სამართალდამცავ ორგანოებს ამ მეთოდით ერთდროულად 21,000-ზე მეტი ნომრის მოსმენა შეუძლიათ. თავად კომპანიები ვერ აკონტროლებენ თუ როდის და რომელ ნომრებს უსმენს შინაგან საქმეთა სამინისტრო ან საგამოძიებო ფუნქციების მქონე რომელიმე სხვა სახელმწიფო უწყება. ამაზე ირიბად მიანიშნებენ მობილური კავშირგაბმულობის კომპანიები და ღიად საუბრობენ კამპანიის ეს შენ გეხება ისევ გვისმენენ მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენ საფუძველი მოგვეცა მას შემდეგ, რაც დაგვიკავშირდნენ, პირველ რიგში ჯერ კიდევ 2012 წელს დაგვიკავშირდნენ მობილური ოპერატორები, ისინი არ საუბრობდნენ ღიად ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებით და მათ თქვეს, რომ აი არსებობს ეს აპარატურა და შესაბამისად სავარაუდოდ იმის გამო, რომ ჩვენ არ აქვს ინფორმაცია კონკრეტულად რომელ ადამიანებს და ვის უსმენენ და რამდენს უსმენენ ერთდროულად, სავარაუდოდ და ძალიან ესე იგი არალოგიკური იქნებოდა, რომ ეს არ გამოეყენებინათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართალდამცავი უწყებები ამ აპარატურას ძალიან ეფექტურად იყენებენ. ამის შემდეგ თქვენ ჯერ კიდევ არჩევნებამდე მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გქონდა დასაბუთება ამისა, იმიტომ რომ ფილმებიც ვნახეთ, გარკვეულ ჩანაწერებსაც ავრცელებდნენ სამართალდამცავი უწყებები და შემდეგ ეს ჩანაწერები არ ფიგურირებდა თვითონ საქმეში, როდესაც საქმე გადაეცემოდა სასამართლოს. იგივე პრაქტიკას ჩვენ ვხედავთ უკვე ახლა, იგივე საკითხებზე საუბრობენ მობილური ოპერატორები, ჩვენ არჩევნების შემდეგაც დაგვიკავშირდნენ ისინი და საუბრობდნენ იმაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ სთხოვათ, რომ ის ფორმატი, რა ფორმატშიც ისინი თანამშრომლობდნენ წლების განმავლობაში, არ შეიცვალოს და თავისთავად ეს განპირობებული იყო იმით, რომ მათ წვდომა ქონოდათ, პირდაპირ წვდომა ქონოდათ მობილური ოპერატორების სერვერების. სატელეფონო კავშირის მსგავსად, თქვენი სახლის, ოფისის თუ მობილური ინტერნეტით განხორციელებული კომუნიკაციის უმეტესობა ხელმისაწვდომია სამართალდამცველებისთვისაც. მათ როგორც მობილური, ისე ინტერნეტ კომპანიების სერვერებთან უშუალო წვდომა აქვთ და თქვენი IP მისამართიდან აქტივობების მონიტორინგი შეუძლიათ. ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურებისთვის, როგორც ჩანს, ნებისმიერი სახის ინტერნეტ კომუნიკაციის გადაჭერა პრობლემას არ წარმოადგენს. 2013 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი კონტრაქტორის ედვარდ სნოუდენის მიერ გამოაშკარავებული დოკუმენტებით ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურებს წვდომა აქვთ ისეთი კომპანიების სერვერებთან, როგორიცაა Microsoft, Yahoo, Google, Facebook, AOL, Skype, YouTube, Apple, BlackBerry. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ BlackBerry სისტემის გამშიფრავის სისტემის შეძენის შესახებ დაუდასტურებელი ინფორმაცია 2012 წლის დეკემბერში გავრცელდა. რის შემდეგაც საქართველოში BlackBerry Messenger-ის მომხმარებელთა რიცხვმა იკლო. თუმცა დანამდვილებით არ არის ცნობილი, აქვს თუ არა უკვე ქართულ სამართალდამცავებს Skype-ითა და Viber-ით გადაცემული ინფორმაციის დასაკითხად საჭირო კოდები. ეს პროგრამები საქართველოში დღეს საკმაოდ პოპულარულია და ითვლება, რომ მათი მოხმარების შემთხვევაში მოსმენებისგან მეტნაკლებად დაცულები ვართ. საინტერესოა, რომ აზერბაიჯანში ხელისუფლებამ Viber-თან წვდომა დაბლოკა, როგორც ჩანს იმის გამო, რომ მისი მოსმენა შეუძლებელი თუ არა ძალზე რთულია. სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ ადამიანებს შორის პირადი საუბრების სხვადასხვა საშუალებით ჩაწერის ან ვიდეო გადაღების პრაქტიკა ასევე არ არის სათანადოდ დარეგულირებული. პოლიციასა და სპეცსამსახურებს შეუძლიათ მოსასმენი მოწყობილობების როგორც კერძო სივრცეში, ისე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დამონტაჟება და გამოყენება. ასევე შესაძლებელია მობილური კავშირგაბმულობის კომპანიისაგან
სათანადო თანამშრომლობის პირობებში თქვენი მობილური ტელეფონის მიკროფონის დისტანციურად ჩართვა და მის სიახლოვეში ხმის ჩაწერა. კონფიდენციალური საუბრების დროს სწორედ ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად იღებენ ხოლმე მობილური ტელეფონიდან ბატარეას. თუმცა ახალი თაობის სმარტფონებს ბატარეა შიგნით აქვთ ჩამონტაჟებული და მისი გამოღება შეუძლებელია. ამას გარდა არსებობს სპეციალური კომპიუტერული ვირუსები, რომლებსაც თქვენი კომპიუტერის მიკროფონისა თუ კამერის დისტანციურად გააქტიურება და თქვენი კომპიუტერის ეკრანზე მიმდინარე ნებისმიერი პროცესის თვალთვალი, მათ შორის პაროლების აკრეფისას მათი დამახსოვრება და გადაცემა შეუძლია. ხელისუფლებაში მოსვლამდე ამგვარი სრულიად უკანონო ჰაკერული მეთოდის გამოყენების მსხვერპლი ქართული ოცნება გახდა, როდესაც ინტერნეტში ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი წევრის ბესო სურმავას სახელით რამდენიმე ცნობილი აუდიო ჩანაწერი დაიდო. ბიძინას დავალებით ჩვენ უსაფრთხოების სამსახურს ევალებოდა ქართული ოცნების წევრების საუბრების ფარული მოსმენა. ფული უნდა ვიშოვოთ რა, ვიგებნები უნდა გავუშვათ. მე რა ვქნა მე 2011 წლის მაისში სავარაუდოდ მსგავსი მეთოდის გამოყენებით შევიტყვეთ, თუ რა გეგმები ჰქონდა და რის ფასად ცდილობდა ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ნინო ბურჯანაძე. ისი რა არის ყოველ ბატალიონი თუ მესვრის? ხო? პირველი არის ავიცილო და მე